23 სექტემბერი პუტინით იმედგაცრუებული ტრამპი რუსეთს ქაღალდისვებს უწოდებს და პირველად თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში ამბობს, რომ უკრაინას შეუძლია ამ ომში გაიმარჯვოს. უკვე 2 ოქტომბერს ტრამპის დის უკრაინისთვის გაზიარებული სადაზვერვო მონაცემების კლასიფიკაციას, ანუ 7 ოქტომბერს ტრამპი ამბობს, რომ თითქმის გადაწყვეტილი აქვს უკრაინისთვის ტომაჰავკის ტიპის რაკეტების გადაცემა. 17 ოქტომბერს, ანუ კვირის ბოლოს, პარასკევით დღეა ზელენსკის ვიზიტი უნდა გაიმართოს თეთრ სახლში. ეს სწორედ ის დღეა, როდესაც ტრამპი ქნესეთში გამოდის და 16 ოქტომბერს იმართება მოულოდნელად ტრამპის და პუტინის სატელეფონო საუბარი, რომელიც მანამდე არ იყო დაანონსებული და ეს სწორედ ის სატელეფონო საუბარია, რომელზეც უიტკოფი ეუბნება, რომ მოითხოვეთ, სანამ ზელენსკი ჩამოვა თეთრ სახლში. პუტინის და ტრამპის სატელეფონო საუბრიდან იბადება ბუდაპეშტში სამიტის იდეა, რომელიც უკვე 20 ოქტომბერს რუბიოსა და ლავროვის სატელეფონო საუბრის შემდეგ მკაფიო ხდება, რომ რუსები არანაირ დათმობაზე არ მოდიან და ეს სამიტი უქმდება პრაქტიკულად, ამას აუქმებს ტრამპი. 2 დღის შემდეგ 22 ოქტომბერს ის აწესებს რუსეთისთვის პირველ სანქციებს თავის მეორე ვადაში ლუკოილისა და როსნეფტის წინააღმდეგ და 24 ოქტომბერს კირილ დიმიტრიევი ჩადის ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუმრად სტივ უიტკოფთან და იწყება მუშაობა აი ამ 28 პუნქტზე.